გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე, მე გიორგი აბაზაძე. აზრების თავისუფლად გაზიარება და განსხვავებული შეხედულებების მოსმენა. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია დღეს სიღნაღში იმართება. სახელმწიფო პროგრამის ახალი კომპონენტი, რომელიც იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებს სრულფასოვან მეთვალყურებას თავაზობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი იწყება, პირდაპირ ეთერში ვთავთ უწყებას. გამარჯობა, მოგესალმებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაგაუებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას. დაგაობულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატიური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან პერიოდულად კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებასაც. საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობა ყურადღებისთვის. ეს იყო ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები ახალგაზრდებს შორის დისკუსიის აღდგენისა და განსხვავებული აზრების გაცვლა გამოსვლის საუკეთესო სივრცედ იქცა. ეს უკვე არაერთხელ აღინიშნა და აჩვენა წინა შეხვედრებმა. რეგიონული ტურნეს მიზანი აქტიური კომუნიკაცია, რათა ახალგაზრდები ქვეყნის განვითარების პროცესში მეტად იყვნენ ჩართულნი. კონფერენცია დღეს სიღნაღში იმართება, რომელსაც რატი მეტრეველი ესწრება. გრძელდება მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები. დღეს დიალოგის მხარეები არიან კახეთში მცხოვრები ახალგაზრდები და მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერები. დღევანდელ რიგით მერვე რეგიონულ კონფერენციას ქალაქი სიღნაღი მასპინძლობს. დღევანდელ შეხვედრას სტუმრის სტატუსით, ისე როგორც გასულ შეხვედრებს, ესწრება ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ცოტნე ივანიშვილი. ის სავარაუდოდ ჩაერთვება დისკუსიაში ახალგაზრდებთან, ექნება შეკითხვები მათთან და ასევე გასცემს მათ კითხვებს პასუხებს. საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა არის მოსული იმისთვის, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს დაუსვან მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები და მიიღონ პასუხები. გარდა ამისა, ისინი აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებსა და ხედვებს, მათ შორის კრიტიკულ პოზიციებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და შემდგომში უკვე ეს ყველაფერი გადადის სამუშაო ფორმატში და ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები სტუმრებთან აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობენ შეხვედრების დასრულების შემდეგაც. ასე მოხდა გასულ შეხვედრებზე და ასე მოხდება დღესაც. ისინი მოისმენენ აქ მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებს. სავარაუდოდ ვინაიდან ეს არის რიგით მერვე შეხვედრა, უკვე ვიცით მეტნაკლებად რა თემებს შეეხება ხოლმე საუბარი. ესენია პოლიტიკური საკითხები, გეოპოლიტიკური საკითხები, ყოველდღიური გამოწვევები, რომლებსაც ახალგაზრდები აწყდებიან რეგიონებში და არა მხოლოდ რეგიონებში და სწორედ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ექნებათ მათ საკუთარი ხედვების გაზიარების საშუალება და კითხვების დასმის საშუალება. დღევანდელ
შეხვედრაზე უკვე რა თემები იქნება აქტუალური, ამას გავიგებთ უშუალოდ შეხვედრის მსვლელობისას, მანამდე გავესაუბრეთ დიალოგის მხარეებს, ორივე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდები და მეორე მხრივ მნიშვნელოვანია არსებობდეს სივრცე, სადაც ახალგაზრდები საკუთარ საჭიროებებზე ხმამაღლა ისაუბრებენ. საკმაოდ ბევრმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი დღეს და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება მათთან, ვისაუბრებთ ყველა იმ საჭირო საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და უმთავრესი რაც არის და რასაც მინდა ხაზი გაუსვა არის ის, რომ ჩვენ არ შემოვიფარგლებით თბილისის დასკვნითი შეხვედრით, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას. ჩვენი შეხვედრები არ არის ერთშორისი ხასიათის, არამედ ეს ემსახურება იმას, რომ ახალგაზრდებს შორის ასე ვთქვათ დაკანონდეს ჯანსაღი დიალოგი, რაც აუცილებლად გაგრძელდება მომავალში. რაც შეეხება უკვე სამუშაო პროცესის გაგრძელებას, ჩვენ ვაპირებთ, რომ დაუბრუნდეთ თითოეულ რეგიონში, უკვე სამუშაო პროცესში და გავიაროთ ის იდეები, რომლებიც ახალგაზრდების მიერ გაჟღერდა. ჩვენი გზავნილები ახალგაზრდებისადმი კვლავ უცვლელია. გვინდა მათგან მოვისმინოთ სხვადასხვა ინიციატივები და იდეები, მათ შორის კრიტიკული კითხვები პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ კახეთის რეგიონში ვითარდება სპორტული მიმართულება, საგანმანათლებლო პროფესიული მიმართულებები. ჩვენთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ახალგაზრდებისგან მოვისმინოთ, რამდენად ერგება აღნიშნული შესაძლებლობები ახალგაზრდების რეალურ საჭიროებებს. გამოსვლება მაჩვენა ის, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად ეფექტურად არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, აჟღერებენ საკუთარ ხმას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და რაც მთავარია გვაჩვენა ის კიდევ ერთხელ და ხაზგასმით, რომ მსგავსი ღონისძიებები არის დისკუსიის, აზრების გაცვლა-გამოცვლის უალტერნატივო საშუალება. რა თქმა უნდა, ეს არ დამთავრდება აქ, ამას ექნება განგრძობითი ხასიათი. არის ერთადერთი და უალტერნატივო საშუალება ჩვენ შორის დისკუსიის გაჩენა. ფიქრობ, იქ სადაც არის ერთმანეთთან კამათი და დისკუსიის საშუალება, სწორედ იქ გაჩნდება ჭეშმარიტება და სწორედ ის იქნება მომავლის გასაღები. იმ ხილჩატეხილობის აღდგენის უალტერნატივო საშუალება, რაც დღეს ნამდვილად ჭირდება ქართველ ახალგაზრდებს. ძალიან საინტერესო შეხვედრა არის. გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულ ახალგაზრდას მუნიციპალიტეტის წევრებს შეგვიძლია დავაფიქსიროთ ის მოლოდინები, რაც გვაქვს ზოგადად და გვინდა რომ მომავალში გვქონდეს კიდეც. სიღნაღში კონფერენცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, როგორც უკვე გითხარით, ეს არის რიგით მერვე რეგიონული შეხვედრა, მას შემდეგ რაც ჭამურად დაგეგმილი 10 რეგიონული შეხვედრა დასრულდება, შემაჯამებელი შეხვედრა უკვე დედაქალაქში გაიმართება. ეს რატიმეტრებელი იყო. ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. აქცენტი გაკეთდა ამ მიმართულებით რეგიონში არსებულ საჭიროებებსა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში სერვისების გაძლიერების პერსპექტივებზე. მიხეილ სარჯველაძემ დამსწრეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტზე, რომელიც ნევრკუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებს სრულფასოვან მეთვალყურეობას თავაზობს და პაციენტის საჭიროებაზე მაქსიმალურად მორგებულია. ყველა საჭირო კვლევას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამოხილდა რეაბილიტაციის კომპონენტის მნიშვნელობაზე. ექიმებმა დიაგნოსტიკისა და კურნალობის თანამედროვე მეთოდები მოიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მართვის საკითხებზე. მიხეილ სარჯველაძის თქმით, სამინისტრო აქტიურ რეჟიმში აგრძელებს დარგის ექსპერტებთან კონსულტაციებს, რათა ერთობლივად მტკიცებულებებზე დაფუძნებული საუკეთესო გამოსავალი მოიძებნოს. ძალიან საინტერესო იდეები გამოთქვეს აჭარაში მოქმედმა ექიმებმა, ეს იყვნენ ნევროლოგები, პედიატრები, ტრავმატოლოგები, რომელთაც აქვთ შეხება დიუშენის დაავადებულ ბავშვებთან. გამოითქვა მრავალი მოსაზრება, თუ რა უნდა გავაგრძელოთ, როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობა, როგორც პაციენტებთან, ისე ექიმებთან, ისე რა თქმა უნდა მათ ოჯახებთან. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად საქართველოს პარლამენტი მთავრობა მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროა, რომელიც აუცილებელია. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, ძალიან ისეთი ნაყოფიერი. საუბარი იშვიათ დაავადებებზე, კერძოდ დიუშენის სინდრომზე, კუნთა პროგრესირებადი დისტროფიის სხვადასხვა ფორმებზე, ლანდუზე, დეჟერინზე, ბეკერზე, მარიტუცზე, მოტორული ნეირონების დაავადებაზე, ALS-ი, ანუ გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის აჭარაში გავრცელებული კვლევის მეთოდების, მკურნალობის პრინციპების შესახებ.
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართული ლიტერატურის ისტორიის ვიდეო ქრესტომათიის ცოცხალი ტექსტების წარმოდგენა გაიმართა. პროექტი ქართული მწერლობის პოპულარიზაციას, აუდიტორიისთვის გაცნობასა და კიდევ ერთხელ გააზრებას ისახავს მიზნად. ცოცხალი ტექსტები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია. მომზადდა სამნაწილიანი ვიდეო ქრესტომატია, რომელიც აერთიანებს ძველ ქართულ და უახლეს ლიტერატურას. აი ამ ტექსტებში წარმოჩენილია სიტყვაკაზმული ქართული მწერლობის საუკეთესო ნიმუშები, რაც საშუალებას იძლევა, რომ ერთიანობაში იყოს აღქმული ზოგადად ქართული ლიტერატურა. დღევანდელი პრეზენტაციის ობიექტიც გახლავთ ქართულ მწერლობასთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო და ინოვაციური პროექტი, რომლის ჩვენი მცდელობა იყო, რომ გაგვეცოცხლებინა უკვე ისედაც შეყვარებული ჩვენ გულთან ახლოს მყოფი ტექსტები. ჩვენი სურვილი იყო, რომ თანამედროვე გამოწვევებს ჩვენი ახალგაზრდობის, აბიტურიენტების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების გავყოლოდით, იმიტომ რომ ყოველთვის არის კითხვები, როდესაც სწავლობენ ისინი ქართულ ლიტერატურულ კლასიკას, არის თუ არა ეს მასალები ციფრულ მატარებლებზე ატვირთული. ჩვენი სურვილი იყო, რომ სწორედ ეს ვიდეოთეკა შეგვექმნა ქართული ლიტერატურული ქრესტომატიის. ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. საღამოზე ანსამბლმა რუსთავმა ქართული ხალხური მრავალხმიანობის ნიმუშები და ტრადიციული ცეკვები შეასრულა, რაც საქართველოს კულტურული იდენტობისა და ფოლკლორული ტრადიციების წარმოჩენას ემსახურებოდა. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. ჩინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საზეიმო მიღება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მიღებას დაესწრნენ მაღალი დონის სტუმრები როგორც დიპლომატიური კორპუსიდან, ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. მუსიკალურად მიღება გააფორმა ანსამბლმა რუსთავმა, წარმოდგენილი იყო პროგრამა როგორც ქართული ხალხური სიმღერების, ასევე ჩვენი ეროვნული ცეკვების. სტუმართ მასპინძლობა გაუწია როგორც საელჩოს თანამშრომლებმა, ასევე ამ ღონისძიებისათვის სპეციალურად თბილისიდან მოვლინებულმა ანსამბლ რუსთავმა, რომელმაც მოხიბლა დამსწრე საზოგადოება თავისი ხელოვნებით. აქ სარგებლობს შემთხვევით და დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერისათვის. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი კულტურა წარმოვადგინეთ აქ ამ შორეულ პეკინში და აქ მოსულმა აუდიტორიამ, როგორც ყოველთვის აღფრთოვანებით მიიღო ქართული ცეკვა და მრავალხმიანობა. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა, ყველას ვილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა უფრო ღრმად გავეცნო ქართულ კულტურას. დღევანდელმა ცოცხალმა მუსიკალურმა და საცეკაო წარმოდგენებმა კიდევ უფრო მეტად დამანახა საქართველოს ხანგრძლივი ისტორია და მისი უნიკალური კულტურული ტრადიციები. კაენის სიზმარი ფორაქიშვილების დარბაზში ალექსანდრე ბრეუსის გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია აერთიანებს ფერწერას, გრაფიკას, ლითოგრაფიასა და სკულპტურას. ნამუშევრებით ავტორი იკვლევს შიშის დანაშაულის გრძნობის მეხსიერებისა და ადამიანის გაუცხოების თემებს. ბრეუსი თანამედროვე საზოგადოების ემოციურ მდგომარეობას ასახავს. რელიგიური იკონოგრაფიით, მონუმენტებით წარმართული ფიგურებითა და ხელით მოხატული სათამაშოების ესთეტიკით შთაგონებული ნამუშევრები პირად და ისტორიულ გამოცდილებებს უნივერსალურ ვიზუალურ სიმბოლოებად გარდაქმნის. ნამუშევრებს ერთი სიტყვა არქეტიპი აერთიანებს. ისინი ძალიან სპეციფიკური სცენების გეომეტრიული ვერსიებია. აქ შეგიძლიათ ნახოთ ნამუშევრები, რომლებიც დაახლოებით ერთი თვის წინ შევქმენი და ამიტომ მინდა გავაგრძელო განვითარება ჩემი საკუთარი სტილის დახვეწაში. ძალიან მომეწონა ეს გამოფენა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ჩემთვის. აქ წარმოდგენილი იყო ფანქარში შესრულებული ნამუშევრები, ასევე ლინოგრავიურები, ასევე ფერწერული ნაწილიც ძალიან საინტერესო იყო. დრამატული და მუდმივი თემები წარმოდგენილია დღეს. ეს ძალიან მე როგორც კოლექციონერს ძალიან მომწონს. ყველა თემა დიდია. კაინის სიზმარი. ეს არის ცოდვა. დასჯა, მონანიება. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა ეთერში დაბრუნდება 14 საათზე დროებით.